მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნიკა. ეს არის პირველი ვიდეო არხზე და დღეს გვექნება ესე ვთქვათ ტუტორიალი ვიდეო, სადაც გასწავლით ძალიან მარტივად როგორ შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ და ჩაწეროთ ფლეშკაზე, ესე იგი Windows 10-ის ფაილი, Windows-ის გადასაყენებლად. ანუ თლიანად ეს ვიდეოები რაც დაიდება ახლა რამდენიმე ვიდეოში მოვაქცევ, ეს იქნება Windows-ის გადაყენების ტუტორიალი, ასე ვთქვათ, გასწავლით ძალიან მარტივად, როგორ გადააყენოთ Windows-ი, რომ ყველა მიცოდეს გასაგებენაზე და პირველი ახლა რასაც ჩვენ ესე ვთქვათ გავაკეთებთ, ანუ გვჭირდება ფაილი, Windows 10-ის საინსტალაციო ფაილი. გვჭირდება ესე იგი ფაილი და უნდა გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან, არაფერი დაკრაკული გატეხილი არ გვჭირდება, ანუ იდეაში არც ფულს ვიხდით არაფერში, ანუ არ გინდათ რაღაცა ლიცენზიის ყიდვა და ეგეთი რაღაცები, სისულელე უფასოდ ვაყენებთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ოფიციალური საიტიდან ვიწერთ ამ საინსტალაციო ფაილს. Windows 10 Media Creation Tool. აი ეს გვჭირდება, აი ეს საიტი გვჭირდება, ამას რა თქმა უნდა description-ში ჩავდებ ამ links, ჩავაკოპირებ და მოკლედ აქ რო შეხვალთ ამ საიტზე რაღაც არაფერი upgrade-ია თქვენ და update-ი არ გაინტერესებთ, გინდათ აგერ download-ი პირდაპირ ჩამოტვირთვას დააჭერთ და დაიწყოს მართლა ჩამოტვირთვას. აი აგერ download-ებში რა თქმა უნდა, ან რავი რომელ ფაილზეც გაქვთ ჩამოტვირთები დაყენებული, იქ გაგიჩენთ აი ამ ფაილს. რაც ჩამოტვირთეთ ახლა, ეს არის Media Creation Tool 22H2-ის ვერსია Windows-ის. ნუ ამას რო გადმოიწერთ, გახსნით ორჯერ. თქმა უნდა დააჭერთ გახსნით და რთული აქ არაფერი არ არის. მარტივად გავივლით ძალიან. ხო, აუცილებლად დაგჭირდებათ ფლეშკა. USB flash drive-ი, მინიმუმ 8 გიგაბაიტიანი. მინიმუმ 8 გიგაბაიტიანი დაგჭირდებათ, რომ იცოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაწერთ. ანუ რაღაც მაინც გამოვა, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი, ასე ვთქვათ, ანუ როგორც წესია რომ გადააყენოთ, ფლეშკა აუცილებლად გჭირდებათ რა. აი თუ მაგალითად გქონიათ თამაშები თქვა მოგიწერიათ ან რაღაცა დაკრაკული თამაშები თუნდაც setup-ი აქვს ხოლმე, setup exe ფაილი არის ხოლმე, exe ფაილები დასაყენებლად აპლიკაციების ხო და ანუ exe ფაილიდანაც შეიძლება რომ გადააყენოთ, მაგრამ არ არის რანაირად მიზანშეწონილი რა. ხო, აი ამ პირველ ეტაპს რო გაივლის, upgrades რა თქმა უნდა არ ვაჭერთ, არავითარი upgrade არ გვინდა, create installation media, აი ეს USB flash drive, DVD or IC. მოკლედ ამას ვაჭერთ მეორეს შევდივართ და next. ხო, აქ შეგიძლიათ ახლა რაღაცა კორექტირება შეიტანოთ, მაგალითად აქ use the recommended options ამას გავუქრობთ და აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ 32 ბიტიანი გინდათ თუ 64-იანი, Windows 10 ახლა სხვა გზა არ არის და ენა, Windows-ის ენა. ხო, ახლა რაც შეეხება აი აქ არქიტექტურას რა 64-იანი და 32-იანი შეგიძლიათ both. მიზანშეწონილია აერჩიოთ 64 ბიტიანი. 32 ბიტზე წლებია უკვე არაფერი აღარ გამოდის. ანუ 32 ბიტი თითქმის არაფერს აღარ ნიშნავს უკვე რა. გვჭირდება აუცილებლად 64 ბიტიანი ყველაფრისთვის თითქმის რაც კი არსებობს. ამიტომ იდეაში ესევე დატოვეთ ხოლმე რა. დიდი კორექტირება აქ არაფერი არ ჭირდება. Next ისევ და ხო. ეხა აქედან რა შეგიძლიათ პირდაპირ ახლა ფლეშკაში აერთოთ. და ფლეშკას რო შეაერთებთ და აი ამას უკვე რო შეერთებული იქნება ფლეშკა, აი ეს რო გექნებათ არჩეული, ეს software-ივე, აი ეს რაც გადმოწერეთ, ხო? Media installation-ი რაც არის, ეს თვითონვე გადაწერს ფლეშკაზე Windows და თუ ამას აირჩევთ, ISO ფაილს გააკეთებს, ISO ფაილი არის სადაც Windows თავსდება, ანუ Mac ტიპის ფაილში იქნება Windows-ი და ISO უნდა აირჩიოთ, მოკლედ რა თქვენ გჭირდებათ ფაილი, რომელსაც შემდეგ ერთი აპლიკაცია, მაგასაც გასწავლით რა თქმა უნდა, იმითი ჩაწერთ უკვე ფლეშკაზე ამ ISO ფაილს.
barns გავუკეთებთ რა, ეგრე ქვია. ამიტომ ამას არ ვირჩევთ ISO files ეს არის მიზანშეწონილი. Next და ხო სად გააკეთოს ეს ფაილი, ანუ აქ მაგას გვეკითხება, სად მოათავსოს ეს ფაილი ISO-ს რო შექმნის. მოდი ახლა სიმარტივისთვის დესკტოპი მივთითოთ და დაიწყო ამან ამისი შექმნა, ესე ვთქვათ. ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო ჭირდება და რო შეივსება, ესე ვთქვათ, ეს პროცენტი დაგიბრუნდებით, ესე ვთქვათ. აგერ უკვე 96-ზე ISO საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ერთ რამეს კარგს გაიგებთ ბოლოს, ვიდეოს ბოლოს ამდენი წვალება რო არ მოგიწიოთ. ხო, ეგ რო აივსება, მერე ხელახლა იწყება ნულიდან, უკვე verifying your download ეს პროცესი არის, ამასაც გარკვეული დრო ჭირდება, ისევ დავაპაუზებ და რომ რჩება შემოგიერდებით. ესეც ISO, ამას ნაკლები დრო ჭირდება რა. ბევრად ნაკლები დრო ჭირდება. და ხო, მზად არის ერთ სიტყვით finish დავაჭერთ წარმატებად. ჩაიხურება ეს და ხო. დამოვლინი მქონდა უბრალოდ დესკტოპის აიკონები, აი აგერ დესკტოპი ხომ მივუწევთ ჩვენ თავიდან. ამიტომ დესკტოპზე გავიკეთა Windows-ის ISO ფაილი და ეხლა ეს საჭიროა რომ გადავწეროთ ფლეშკაზე, ოღონდ ეხლა ფლეშკას შევერთოთ და პირდაპირ ეს გადავიტანოთ და იქ ჩავაგდოთ, ეგრე არ გამოდის. უნდა barn გავუკეთოთ. დავწვათ ფლეშკაზე. ერთი სიტყვით, ეხლა ჩავაერთებ მე ფლეშკას. ესენია hard drive-ები ჩემი, ეხლა ჩავაერთებ ფლეშკას და აქ ამოაგდებს ერთი წამით. ხო. ეხლა ცოტას ჩავაერთე და ხო, აი დაინახა. ნახეთ, ამ ფლეშკაზე მე ისაც მიწერია Windows ადრე. თავიდან გადავწერ, არ არის პრობლემა, ნუ რო შეერთებთ აქ ფლეშკა იქნება თქვენი არაჩვეულებრივად და ეგ ფლეშკა არის ესეც რა. აი თქვენად აგერ ხარ დავაფორმატებ და თქვენ თვითონ იმას ისევ რა ქვია. დაფორმატე საერთოდ მიზანშეწონილია რომ ყველა შემთხვევაში დააფორმატოთ რა 112 გიგაბაიტიანი ფლეშკა, ანუ რაც არ უნდა იყოს შეწერილი, ხა მე Windows-ი მქონდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში დააფორმატეთ, სანამ Z Windows ჩაწერთ ყველა ვარიანტში. ხო რა, თავისუფალი უნდა იყოს. აგერ გვაქვს მთლიანი თავისუფალი ფლეშკა და ეხლა გვჭირდება ერთი software, რომელსაც ქვია Rufus-ი. Rufus-ს ამარტივად ჩავწერთ, Rufus download პირდაპირ. აგერ პირველივე საიტი, ამის ლინკსაც რა თქმა უნდა ჩავაგდებ და აგერ ეს საიტია, download-ი და აი Rufus 4.7 ეს გადმოვწეროთ. აგერ არის ჩვენი Rufus-ი, დავაინსტალიროთ რა თქმა უნდა. და ეს პრინციპში არ სჭირდება, ნუ ეგრევე ირთვება რა, რო ჩამოწერთ და რო გახსნით ეგრევე ეს არის Rufus-ი. კაი, ეხა რა ხდება აქ? აქ უნდა ავირჩიოთ ფლეშკა და ეგრევე არჩეულია ისედაც ჩემი ეს ფლეშკა, ანუ ეს ISO, ანუ აი აქ ფლეშკა უნდა არჩიოთ თქვენც რა, ჩემთან ეგრევე არის, ну, anyways, აქ უნდა იყოს თქვენი ფლეშკის სახელი device-ში რა, რომელიც არის ახალი დამატებული. ანუ F drive, F. Okay. მერე disk or ISO image, რა თქმა უნდა ეს გვინდა, ანუ disk or ISO image გვაქვს, რეალურად რაც შევქმენით, ეს არის ISO, აი property-ში რო შევიდეთ, არის disk image file, ISO file. ამიტომ აქაც ISO-ს ტოვებთ და უნდა ავირჩიოთ რა, აგერ შევალთ, select დავაჭერთ გვერდზე, desktop-ზე ხო გვაქვს და მოვნიშნავთ აი Windows open და ისე მორჩა.
ჯერ დაასკანეროს ხო ამას გაკვეული. რა ჭირდება წამები ახლა წუთებს არ არის საუბარი. შო, დაასკანერა. ანუ ეგ ჩვენი Windows ISO ფაილი რაც ახლა შევქმენით, IM ფლეშკაზე არის მონიშნული უკვე. Standard Windows installation გვინდა აუცილებლად, ამას არ ვეხებით, აქ ვერჩევთ GPT-ს, აქ UEFI-ს აუცილებლად. ამას ესე ვტოვებთ. აი GPT-ზე და MBR-ზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, იქ კარგად აგიხსნით რა რას ნიშნავს და როგორ ხდება რა. ამას არ ჩამოვკეცავთ აზრი რა, არაფერი არ გვაინტერესებს ჩვენ. აი ამ GPT-ზე და MBR-ზე ერთ ცალკე ვიდეოს ჩავწერ. So, აქ volume label ხარ არის. აი, volume label რას ნიშნავს? აი აქ რო შედიხართ, თქვენ რო ფლეშკაზე ჩაწერთ Windows სახელი რა გინდათ რო ერქვას რა. აი თუ გინდათ თუ გაქვთ მაგალითად 3-4 ფლეშკა ზოგზე გიწერეთ Windows 10, ზოგზე 11, ზოგზე ზოგან 10 Home არ აქვს მნიშვნელობა. თუ გაქვთ ბევრი, დააწერთ რა Windows 10 Home, რომელზეც არის Homes და ასე შემდეგ რა. ჩემთვის ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ, მაგრამ მოდი აი დავაწეროთ უბრალოდ Windows 10 64 bit ან x64 აი ეს დავარქვით და ხო, ეხა აქ ფატი რა თქმა უნდა, ამას ვერჩევთ 12-ს, კილობაიტის 16 არის და ეს ready ყველაფერი, ანუ ყველაფერი წესრიგში არა, ეს სეტინგები გჭირდებათ. და უკვე როცა ამ ყველაფერს გავივლით, ვაჭერთ start-ს. Windows user experience, customization, მოკლედ არაფერი განსაკუთრებული არ არის, არაფერში ეს არ გაინტერესებთ. უბრალოდ cancel-ს დააჭერთ. Sorry, okay. Okay-ს დააჭერთ და დაიწყებს cancel-ით არ გამოდის. უბრალოდ okay-ს და უბრალოდ არ მონიშნეთ ქარაფერი რა. აი ხო ხვდებით start-ს რო დააჭერთ, აქ არც ერთი ტიჩკა არ გააკეთოთ და უბრალოდ okay-ს დააჭერეთ. ხო, აქ უბრალოდ გეუბნებათ რომ დააფორმატებს. ხო. All data on device will be destroyed. ანუ განადგურდება აუცილებლად ვერც ერთი ფაილი, ვერც ერთი ფოტო, ვერც ერთი რაღაც აპლიკაციის ინსტალაციის ფაილი არ დაგრჩებათ ფლეშკაზე, აუცილებლად ფორმატდება. Okay-ს დააჭერთ და so ეს უკვე იწყებს ჯერ დაფორმატებას და მერე უკვე Windows-ის ჩაწერას, ანუ Barnes გაკეთებას, იმაზე რა ქვია. ჩვენს USB flash drive-ზე. Okay. ეხა უკვე ეს ამასაც გარკვეული დრო ჭირდება რა თქმა უნდა და რო აივსება ესე ვთქვათ დაგიბრუნდებით ისე. Okay, ესეც თითქმის შეივსო. 97%-ია უკვე 3 დარჩა და ფაქტობრივად მზად არის ფლეშკა რომელიმე კომპიუტერში, ლეპტოპში გადაყენდეს Windows, ასე ვთქვათ. ძალიან მარტივი პროცედურა, ანუ ხო ნახეთ რაც გავაკეთეთ ხამ ვიდეოში, აი მარტივესია მართლა და გადაყენებაც არ არის რთული. განახებთ ყველაფერს. ან ვფიქრობ რომ ცალკე ვიდეოში მოვაქციო. ერთი ვიდეოსთვის ძალიან დიდი გამოვა და არც ეგეთი საინტერესო და ყურებადიც არ იქნება, ამიტომ ჯობია დავყოთ ეტაპობრივად და მერე პლეილისტში გავაერთიანებ რა. So, მორჩა. ფლეშკა მზად არის, Z არის Windows-ი. Close, ეს არაფერს ჩვენ აღარ გვჭირდება. აი, ჩვენი დარქმეული სახელი, რაც დავარქვით ფლეშკას. x64 არ წამოიყარა თუ არ ვიცი. No anyways. აი ეს არის, აქ წერია Windows 10. ხო, ეხა ვერსიებს რაც შეხვდით, არის Pro, არის Education, Home ვერსიები. ეხა ჩვენ რაც ჩამოვწერეთ, აი ეს. ამაში შეგნით არის Home-იც, Pro-ც, Home-იც და რამდენიმე ვერსია არის რა. ყველა 64 ბიტიანი ესე ვთქვათ. ხო, რაც შეეხება 11-ს, არაფერი განსაკუთრებული იგივეა. იგივე დაიწყებთ Windows 11 უკვე, Windows 11 Media Creation Tools ჩავწერთ 10-ის ნაცვლად, შევალთ აქ.
და აი აგერ before you begin all მოვნიშნავთ Windows 11 Multi Edition ISO და download. იგივეა ზუსტად ყველაფრის links ჩავაგდებ. language უნდა დავირჩიოთ ხო აქ სად არის English United States. მეტი ხო არაფერია სარჩები, ხო? Confirm. ხო რა თქმა უნდა ეხა თუ იქ ქონდა არჩევანი Windows 10-ზე 3264 ბიტში აქ აღარ გვაქვს ეგ არჩევანი აუცილებლად 64 ბიტიან დევაისებზე მუშაობს ეს დაიმახსოვრეთ ხო აქაც იგივენაირად დავაჭერთ 64 ბიტი download-ი და იწერს რა ოღონდ ამის ფაილი ბევრად უფრო დიდია 5.4 გიგაბაიტია და ხო ნახეთ წეღან ხო ჩვენ დაგვჭირდა media creation tool-ი არა რო ჩაგვეწერა ეს ფაილი რომ მიგვიღო იქიდან ავირჩიეთ მერე შექმნა ეს ISO ფაილი და ეს რასაც აკეთებს ანუ ხედავთ პირდაპირ იწერს ISO-ს ეგ ძალიან კარგია რა და ამასაც ზუსტად იგივენაირად ანუ Rufus-ში შეხვალთ მერე მეცა Rufus-ში ხომ ჩამოვწერე ხო Rufus-ში შეხვალთ ესე იგი იგივენაირად ეს Windows 10 აგერ და აი აქ უბრალოდ აირჩევთ Windows 11-ის ISO-ს რა აქ ხო ქონდა დესკტოპზე ჩვენ Windows 10 ხო შევაქმევინეთ Windows 10-ისთვის და ეხა რო იწერს იქ Windows 11-ისას download-ებში იქ რო იქნება იგივესნაირად აირჩევთ და აქ არაფერს არ შეცვლით და პირდაპირ start დააჭერთ იგივე პროცედურაა ზუსტად всё მეტი არაფერი აქ ისეთი არ არის და ძალიან მარტივად გააკეთებთ რა და გადაყენებასაც რა თქმა უნდა გავაგრძელებ ამ ტუტორიალს ბჭყალებში და ვიდეო გაკვეთილს და თავიდან ბოლომდე განახებთ რა მართლა ძალიან მარტივია და ყველამ უნდა იცოდეს და გასწავლით რა და ერთი მეგობრებო რაც გაგიმარტივებთ საქმეს ესე ვთქვათ აი ამ Windows 10-ის ფაილთან დაკავშირებით, ნუ okay 11 ადვილია პირდაპირ ლინკიდან პირდაპირ ISO ფაილს იწერთ და აქ ეხა media creation-ზე რო არის წვალოთ, აი ამ ფაილს რაც ჩვენ შევქმნით, ამას ავტვირთავ drive-ზე და drive-ის link-საც ჩავაგდებ, რომ პირდაპირ ეს ჩაიწეროთ რა, როგორც ეხა ვიწერთ 11-ს ამას ეგრევე რომ ჩაიწეროთ ეს პირდაპირ რა media creation tool-ის გარეშე. ნუ თუ გნებავთ ისე ჩაიწერეთ თქვენი ნება საბოლოოდ უბრალოდ ვინცაც მოგინდებათ დასკიპო მაგ სტეპის ესეთ ფაილს ავტვირთავ drive-ზე და drive-ის link-საც ჩავაგდებ ვიდეო description-ში.